ბათუმის დრამატული თეატრის ექსპერიმენტარულ სცენაზე დღეს პრემიერა მატარებელი უკვე გავიდა. ასე ქვია სპექტაკლს, რომელიც რევაზ ნაჭყებიას პიესის მიხედვით რეჟისორმა პეტრე ჩარგეიშვილმა დადგა. წარმოდგენაში 4 მსახიობი: სესე მიქავა, ინგა ღინდალაძე, ქეთევან ეგუტიძე და ჯემალ ველიაძე თამაშობენ. სპექტაკლში მოვლენები გასული საუკუნის 90-იან წლებში ვითარდება და უჯახურ ცხოვრებას ასახავს. პიესაში გადმოცემული ადამიანური ტრაგედიები, სადაც კონკრეტულმა პირებმა ვერ იპოვეს თავიანთი ცხოვრების მიზანი. საპრემიერო ჩვენებები 11 ივლის დრამატულ თეატრში 19 საათზე გაიმართება. ამუშავო პერიოდი იყო ძალიან საინტერესო, იმდენად რამდენადაც თვითონ პიესა ძალიან ბევრ მასალას მოიცავდა. აქტიურად 3 თვე ვიმუშავეთ, მე რა ვიცი, მაყურებელი ალბათ დადებითად შეაფასებს. კლიანად პიესა გათვლილია თითქმის ყველა ასაკის მაყურებელს. ძალიან ბევრი ადამიანებიც ვერავიწყო ფეხი ამა თუ იმ წყობას, ეს არის ხასიათი, ეს არის დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ. ადამიანს გადასაწყვეტია სად როგორ და რისთვის. ყოველ შემთხვევაში ცხოვრება ეგ არის. ჩვენ მაგინმა გადაწყვიტა, რომ ასე გაიგრძელებია ცხოვრება და მის გამო კონფლიქტებია გამოწვეული. ოჯახის ტრაგედია, რომელიც ძალიან ბევრ ოჯახს ეხება, ძალიან ბევრ ადამიანს ეხება, ძალიან ბევრ ქართველს ეხება.